მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას 6-4-ის ვაშლებს, რომელიც ყოველ კვირა დღეს არის თქვენი ოჯახების სტუმარი. დიდი მადლობა ფუნიკულორს, გარემოს, სადაც დიდი სიამოვნებით ჩვენ ვსტუმრობთ და დიდი მადლობა კომპანია Fioris, რომელიც ასე გულამაზებს ჩვენს გარემოს. დღეს ძალიან საინტერესო და ძალიან სერიოზულ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ ძალიან ძვირფას სტუმრებთან ერთად. ასეა ხო სალომე? ნამდვილად ასეა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. პირობითად შეიძლება დავარქოთ ხელანდელი თემის, ასე განსაზღვროთ უგმირო დრო, თუმცა ცხადია რომ გმირი ის თუ რამდენად გჭირდება, ყავს ის რამდენად შესაძლებელია რომ მისი თვისებები წლების განმავლობაში შეიცვალოს ან ეპოქიდან ეპოქამდე დარჩეს უცვლელი. აი სწორედ ამის გამორკვევას შევესწრებით დღეს და იმასაც ალბათ გავიგებთ, ვინ არის დღეს გმირი, არის თუ არა საერთოდ საქართველოში ასეთი მოვლენა. ესეც ძალიან მაინტერესებს მე პირადად, ესე რომ თუ ხედავთ და იმედია რომ უკვე ხედავთ ჩვენ სტუმრებს, მიხვდებით რომ ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ, ასე რომ დარჩით ჩვენთან მთელი გადაცემის განმავლობაში. მე ჩემ თაობას ვგულისხმობ, მაშინ უფრო მეტი წიგნი წერებოდა რა მხრივ გმირებზე. არა, აი თუნდაც რუსულ კლასიკაში, არ ვიცი, ახლა გმირებისადმი, ასეთი დიდი ლტოლვა ეს ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება მე ვცდები. ბატონო თამას, თქვენ როგორ ფიქრობთ? გმირს თავისი საპირისპირო ცნებას გააჩნია ანტიგმირი. სხვადასხვა ამ ანტიგმირის ცნების ანალიზი თვითონ გმირის ცნებასაც გამოგვაკვეთინებს. ვინ არის გმირი, როგორია გმირი და ანტიგმირთან შედარება ქვეცნობიერად კიდეც რო არ დავასახელოთ, ანტიგმირი ხდება ხოლმე. ამ წინააღმდეგობის ფონზე უფრო გამოიკვეთება ის ნიშანთვისებათა ერთობლიობა, რომელიც გმირს შეიძლება ახასიათებდეს. ყვარყვარე ლიტერატურული გმირია თუ ანტიგმირია. გარკვეული აზრით გმირადაც შეიძლება მოვიაზროთ, თვითონ ყოველ შემთხვევაში გმირად უნდა გაასაღოს თავი, მაგრამ მკითხველისთვის ის ანტიგმირად ყალიბდება და ეს ანტიგმირობა მისი იმ გმირობის გამოკვეთაში უფრო გვეხმარება. თვითონ ცნება გმირი, ქართული სიტყვა გმირი, ასე ადვილი განსასაზღვრი არ გახლავთ. მეცნიერებაში არის თვალსაზრისი, რომ ტერმინი გმირი თითქოს უნდა უკავშირდებოდეს კიმირიელებს. ეს მეომარი ტომის სახელი გახლდათ, მეომარი მარბიელი ტომისა, რომელიც ცხოვრობდა შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთით ჩვენ წელთაღრიცხვამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე და ისინი შიგადაშიგ ჟამითი ჟამ და მათ სხვადასხვა ტალღებად აწყდებოდნენ ქვემოთ უფრო მაღალი კულტურის დონეზე მყოფ ქვეყნებს. არბევდნენ, აწიოკებდნენ, არის მოსაზრება რომ საქართველოსაც ამ ტალღამ გადაიარა და ეს ზოგადი ტენდენცია, რომ ზოგჯერ ტომის მახასიათებელი თვისება ზოგადდება და თვისებად ყალიბდება ამა თუ იმ ხალხის ცნობიერებაში. ასე რომ შეიძლებოდა ეს სრულიად ენობრივად გამართლებული იქნებოდა თუ გმირი, ანუ კიმერიელი, რომელიც იყო მებრძოლი, რომელიც აქედან გამომდინარე ზოგის ცნებიერებაში ყალიბდება როგორც ვაშკაცის სინონიმი, ქცეული იყო მერე ზოგად სახელად გმირისა. ერთს მოგახსენებდით, აი ანტიკური სამყარო გმირების სამყაროც არის, მაგრამ გმირი არასოდეს არის ღმერთი. იმიტომ რომ გმირობის ერთ-ერთი უარსებითესი ნიშანია მას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უარსებითესი სიცოცხლის გაღება უნდა შეეძლოს.
სიცოცხლის გამღები უნდა იყოს გმირი. თუმცა შეიძლება სიკვდილის შემდეგ მოხვდეს ოლიმპის მთაზე. სიკვდილის შემდეგ გაღმერთდეს. ოლიმპუსზე მოხვდეს ყოველ კი ბატონო, ჰერაკლეს მაგალითი ზუსტად ეს გახლავთ. თავის ცხოვრებით ის მოკვდავია. ამიტომ ჩადის იგი გმირულ საქციელს, მაგრამ მას შემდეგ რაც ამ გმირულ საქციელებს აღასრულებს, მას მამამისი ზევსი აღიყვანს ოლიმპოსზე და ღმერთების რიგში ჩააყენებს, განაღმერთებს, მაგრამ სიცოცხლეში ცხოვრების მოქმედების დროს ჰერაკლე მოკვდავია, ამიტომ აქ ფასი მის დიდ გმირობებს. ახლა ცოტა აი გმირობა სთან შეიძლება ცოტა შორს მოგეჩვენოთ. 10 ცნობილი გმირობა არის იმავე ჰერაკლესი, არა? ერთ-ერთი არის ავგიოსის თავლის გაწმენდა. ახლა რა გმირობაა? თავლის გაწმენდა. იქ გააჩნია რა დროში და როგორ თავლას, ის ხო ჩვეულებრივი რიგითი თავლა არ არის გაწმენდა. ესე იგი, იქ გმირობა ხშირად არის განსაკუთრებით აქცენტირებულად ფიზიკურ კონდიციებზე დასული. გმირი არის ძლიერი, ღონიერი, ბუმბერაზი, გარკვეული აზრით გოლიათი, დევგმირი როგორც ვიტყვიან, გმირი. მაგრამ ამ გმირობის მკვებავი არხი მაინც არის სულიერი. სულიერი სიძლიერე, სულიერი ძალმოსილება გმირისათვის აუცილებელი უნდა იყოს. დროთა განმავლობაში ეს გმირის ცნებაც იხვეწებოდა, მერე ლიტერატურული გმირები გაჩნდნენ, მერე იმდენად მოგვიმრავდნენ გმირები, რომ ახლა სიტყვა გმირმა შეიძლება ცოტა შემენდოს ასეთი თვალსაზრისი უგმირობამ კარგი ამბავი არ დაგვათია, მაგრამ ვაი თუ გმირების უკონტროლოდ მომრავლებამ კიდევ არასი დაგმართო. ძალიან საინტერესოა ბატონო. ვის უწოდებთ აი ამას აუცილებლად დევალვაცია მოხდება გმირის. ძალიან საინტერესოა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. სულ რამდენიმე წუთში დრო უნდა დაუთმოთ რეკლამას და დაგველოდეთ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. როგორც დაგვერდით რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდით, დღეს ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი დროის გმირები და უგმირო დრო, პირობითად ასე დავარქვით ჩვენს დღევანდელ თემას. მე მინდა ბატონ ლაშა თაბუკაშვილს ვკითხო. ბატონ ლაშა, აი სანამ რეკლამაზე გავიდოდით, ბატონი თამაზი ამბობდა, რომ რაღაც გმირები ხომ არ მომრავლდნენო და მე მგონი არ ვიქნები მარტო თუ ვიტყვი, რომ სიტყვა გმირმა რაღაც ცოტა ხო არ გაცვდა ეს სიტყვა. ანუ, როდესაც სწორ სამოქალაქო პოზიციას დააფიქსირებს ადამიანი, მას მაშინვე ვუწოდებთ ხოლმე გმირს. გაცვას არ ვიტყოდი, უფრო ირონია შეიძინა. გარკვეული ტრანსფორმაცია მოხდა. გავაგრძელებ ჩვენ ერთმანეთს მოვიბღაუჭებით, არა, რასაც ვამბობთ, 75 წელიწადმა 9 აპრილიდან რო ავიღოთ, მე კონკრეტულად ჩემ გვერდზე მანახა გმირები, მანახა ანტიგმირებიც, მანახა დეფორმაციაც, ამ ცნებების, მანახა ეროვნული ისტერიაც, მანახა ამაღლებაც, მანახა დაცემაც. ყველაფრის ამის მონაწილე დაცემის ჩათვლით თვითონაც ყოფილვარ. ასე რომ მე განყენებულად არ ვსაუბრობ, ჩემზე გაიარა ამატარებელმა პირადად, შემეძლია ვთქვა, მაგრამ აი ეს ბავშვობიდან წამოსული თვითონ სპარტაკი და თავისუფლება ვთქვა, ქაქუცა, აკრძალული ქაქუცა. ყველა სხვა ახლა ჩამოთვლას ლიტერატურას არ დავიწყებ, მაგრამ სხვა შორის ამას წინათ ვიხსენებდით მე და ჩემი უფროსი ვაჟი რეზიკო, რაღაც ხუმრობით წავიკითხეთ ფენტეზის ისეთი. იქ ამ ბოროტი ბიძია ამბობს, რომ რა თმენდაო კაცობრიობის დაპყრობა, ისე კაცმა რო თქვას, ამ ბუღალტრების დაპყრობა რა თმენდაო. აი ეს ბუღალტერია, ეს რაციო, რაც შემოვიდა, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ ქართულ მენტალიტეტს, სხვისას ვერ ვიტყვი, რაც არის ჩადებული, იმიტომ რომ როგორც ბატონმა თამაზმა ბრძანა, ეს სიცოცხლის გაღების ტოლფასია და ეს ყველაფერი მინახავს ამ ბიჭებს მე ლამის მარადიორები და მორფინისტები უძახის. ვინც აბსოლუტურად უანგაროდ, ჩემთვის გმირი პირველ რიგში უანგაროა. არაფერს არ თხოვლობს სანაცვლოდ.
და არავის არ ამადლის. ეს არის მისი მოთხოვნა, შინაგანი მოთხოვნა და ცდილობს რომ საკუთარ ბუნებას, საკუთარ ამოძახილს მოდი ცოტა ესე პათეტიკაში გადავიჭრები, არ უღალატოს უკვე ფასეულობების სიტყვა არც კი მინდა ვახსენო. ეს არის მისი ნორმა, როგორც კი ამას გაცდება, აი იწყება ნგრევა პიროვნების. თორემ მცირერიცხოვანი ერისთვის სიტყვა გმირი აღარ ვამბობ ბაზალეთის საკვანს, არ ვამბობ კახაბერის ხმალს, არ ვამბობ სხვას და სხვას, თანაც როდესაც გმირის მცნება უკვე ვაჟას შემოტანილი, ახლა ის რასაც დღეს ძალიან ცუდად ნათარგმნი ევროპული ფასეულობების დანერგვა რო ხდება თითქოს ჩვენთან ვაჟა-ფშაველას, ალუდა ქეთელაურის და ჯოყოლას შემდეგ. ამიტომ არის ცოტა გასაკვირი ხოლმე, იმიტომ რომ იქ სადაც რაც თქვა ვაჟამ, რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ, არა თუ ჩვენ წავიკითხეთ და ამას გვასწავლიდნენ, არ იყო თაობათა წყვეტა. იყო და გადმოდიოდა ის ამაღლება, როდესაც ჯოყოლას ყველაზე დიდი გმირობა მე მგონი ის არის, როდესაც და უფრო დიდი ძალი იყოს თქვენი მკვტრისა და როცა უბნება ზვიადაური, ეს არის ვაჟკაცის საქციელი, მაგრამ ამაღლება, ვაჟკაცობის ამაღლება იქ არის, როდესაც ცოლი აღაზა ეს გენიალური გოგო რო იტირებს ზვიადაურს, ეს რო შეხვდება და ვინმე მხარ მოინდომაო კლავზე შენი გადაგეუბნება იტირე, კარგი გიქნია, მე რა გამგევარ მაგისა. აი ეს უზამად შეშვენიც აი ეს მე რა გამგევარ მაგისა, ამაში დევს ყველაზე დიდი, აი სადღაც გადაყრუებულ აულში ქისტ კაცს მისცა, ალბათ ყველაზე დიდი ერთ-ერთი სათქმელი, რასაც დღეს რა ვიცი სუფრაჟისტკებიდან დაწყებული მათ ამთან რაღაც გენდერულ თანასწორობებზე, ამებზე საუბრები რო არის, ის პიროვნებას ხედავს თავის მეუღლეში და თავის ოჯახის ამონგდების ტირილს არა თუ პატიობს, არამედ შეუქებს. ეს არის ის რაზეც ვიზდებოდით. როდესაც ეს უკვე ფიზიკურად უკვე 9 აპრილი რატო ახსენე, როდესაც ეს კონკრეტიკა გახდა, ეხლა უშიშარი ხალხი არცად არაკლია არც ერთ-ერთს და იმას ეხლა მე არ ვამბობ უკვე ან ძალიან გაზულუქებულ, ან ძალიან დაბეჭავებულ ობივატელზე, არა? ეს თვითონ არადაგრილებული ვნებების და ცხელისისხლის რეზულტატია და სურვილი იმისა, რომ ეს რეზულტატი იყოს წარმოჩენილი, იმიტომ რომ კაცს ჭირდება ამის შეგრძნება. ლიტერატურასა და ცხოვრებას შორის არ მოხდა წყვეტა. მოხდა უფრო უარესი, მოხდა არათუ გაცვედა, არამედ დაცინვა მოხდა. ამ სიტყვაზე, როდესაც გამოჩნდნენ, აი ეს სიტყვა, როდესაც გამოჩნდა ხარიზმატული ლიდერი. როდესაც გამოჩნდა ის, რასაც აი ცუციზმარშიც კი ვერ ვნახავდი და გამოჩნდა საიდან, გამოჩნდა პოლიტიკიდან, გამოჩნდა, როდესაც ეროვნული მოძრაობა სიტყვა გაუგება რასებს, ეროვნული ამ წლიდან ვარ ეროვნულ მოძრაობაში და რაღაცები ამდაგვარი გაჩნდა სპეკულაცია. გაჩნდნენ ადამიანები, რომელსაც არანაირი კავშირი ჰეროიკასთან კი არა, მაგათ თეორიზაციაც კი ძნელია. ეს იყო სპეკულაცია, ცუდი გაგებით ავანტიურისტები მიყვარს, მაგრამ ცუდი გაგების ავანტიურა ყველაზე უფრო აი გემრიელად მომზადებულ საფუძველზე, რასაც 70 წლის უბედურება და ბოლოში გაზულუქებული იმპერიის zato какой аромато რო ვიძახდით ანეკდოტში, აი ამ საფუძველზე მოხდა გაყალბება და აიზილა ერთმანეთში, კარგი და ცუდი აიზილა ერთმანეთში ძალიან გამირიყეს რა ის ხალხი, ვინც ჩემ თვალში გმირია რა. არსებობს რაღაც, როდესაც მოდის მოარღვევს რაღაც პიროვნებების ჯერი. პირველ რიგში, რაც მოხდა 25 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის, პირველ რიგში დაარტყეს ინტელიგენციას, დაარტყეს ავტორიტეტებს, რატომ? იმიტომ რომ სწორედ ასეთი პიროვნებები არ ჭირდებოდათ. სწორედ ისინი, ვისაც გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდათ, თან ისინი არაფერს სანაცვლოდ არ ცხოვრობდნენ, არც მატერიალურს, არც რაღაც გაბიბინებას, ეხლა მე ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე ვლაპარაკობ და გულის შემტკივა ბევრი უკვე აღარ არის.
ამ ქვეყნად. ასე რომ აქ და თანაც ეს ადამიანები არიან, რომელსაც რო უთხრა გმირი ხარო, შეიძლება შემოხწინოს სახეში შენ ხარ გასულელდი. იმიტომ რომ მისთვის ეს არ არის გმირობა, მისთვის ეს არის ყოველდღიური ნორმა. პოზიცია. ხო შეიძლება სწორედ ის ადამიანები შეიძლება კი არა ის ადამიანები რომლებიც დაუპირისპირდებიან ვთქვათ ამ ძალას ისინი ხო გმირები არიან თავისი პოზიციით, თავისი პრინციპულობით, თავიანთი სათქმელით ისინი რა გმირები არ არიან? ცოტა ვნახეთ. ჩვენ ხომ არ გვაქვს კიდევ ესეთი ზედმეტად უტრირებული დამოკიდებულება სიტყვა გმირისადმი, იმიტომ რომ აუცილებლად ეს არის რაღაცასთან წინააღმდეგობაში. ამ შემთხვევაში მე მაქვს უტრირებული. მე მაქვს სწორად ჩამოვალე, მაგრამ ეს ხაზგასმით განვავრცოთ და პრინციპში საქართველოს ფარგლებშიც გარკვეულწილად რომ გავცდეთ, იმიტომ რომ გმირი აუცილებელია კი რომ რაღაცას ებრძოდეს იმისთვის რომ გმირი იყოს, ესეც საინტერესო. და კიდევ ერთი, შეიძლება თუ არა რომ ჩვენ ყველანი უკვე საქართველოს მათ შორის 21 საუკუნეში ვარსებობთ და ხომ არ არის ეს დროის მოტანილი ის რომ პრინციპში გმირი ისეთი კლასიკური გაგებით როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია აღარ იყოს საჭირო და გმირი ჩაანაცვლოს მაგალითად წარმატებისაკენ და სწრაფვამ. ხო არის რაღაც გარკვეულ ლოზუნგმა ჩაანაცვლოს გმირი. გმირი ყოველთვის იქნება საჭირო. მით უმეტეს ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორც საქართველოა. ეს არის გადარჩენის ერთ-ერთი ინსტინქტი. გადარჩენის არა სხვა შეეძებო გმირი და როდის გამოჩნდება ეს მე არამედ შენ შეეძებო. მე ჩემი პროფესიის პატრონს მახსოვს რომ თითქმის დიდ თაობებში აი გძლად 10 წლიან ჩვენობის ძახით ესე კი არა დიდ თაობებში ყოველთვის იყო მოთქმა მწერლებში თან ძალიან მაგარ კოლეგებში რომ უგმირობის ჟამი დადგა ეს იყო მოთქმა ეს იყო სევდიანი ნათქვამი რომ და დადგა ეს ჟამი თუ აიგა ეს მაინტერესებს ეხლა რომ დადგა ისე როგორ დადგა რაღაც უტიფა რუსინდისო 21 საუკუნეში მე აი ანტიგმირი ხო არ გადაიქცა გმირად ბატონო ანტიგმირი ხომ არ გადაიქცა გმირად არა ვარესი ხდება ანტიგმირი შეჯანჯღარებაა პოლუსია რაღაცა შუათანა არის რაღაცა ძალიან ბილი ხორცითა და სლიკინაკანით არის მედუზასავით აი შეგრძნება მაქვს ასე თქვენი აზრით თუ ეთანხმებით იმ მოსაზრებას რომ შესაძლოა ჩვენ ცხოვრობთ მართლაც უგმირო დროში და თუ ასეა მაშინ რა მიზეზებია ისიც რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრობთ უგმირო დროში და ამას თავისი მიზეზები აქვს რომ ადრე როდესაც გმირები არსებობდნენ მოდით ასე თქვათ ეს იყო იმ ეპოქის იმ გამოწვევების იმ გარემოებების გამო მარადიული ადამიანური ბუნება იცვლება ეს ვირჯინია ვულფის სიტყვებია და მე ვეთანხმები ამ სიტყვებს მაგრამ სწორედ ამ ეპოქასთან იმ დროსთან და იმ გამოწვევებთან ერთად ხდება ეს ყველაფერი და არა ის რა თქმა უნდა ის რაც ღმერთმა ჩადო ადამიანში ის ისევ ისია ჩვენი სისუსტეებით ჩვენი ღირსებებით თუ ცოდვით თუ ასე შემდეგ ვარსებობთ ამ სამყაროში მაგრამ იცვლება თან ეს ყველაფერი იმიტომ რომ დღეს აღარ არის საჭირო სიცოცხლის გაღება თქვა სამშობლოსთვის დღეს ჩვენი გმირობა ჩემის აზრით ეს არის ყოველდღიურობასთან ბრძოლა აი ამ ყოველდღიურობასთან ამ რუტინასთან თუ კი ადამიანი ინარჩუნებს არ ვიცი ალბათ მაღალი სიტყვები ესე ეს ფასეულობების ღირებულებებს არის პრინციპული მე მაინც ვფიქრობ ბატონო ლაშა რომ პროტესტი რაღაცის მიმართ წინააღმდეგობა ეს არის მაინც აუცილებელი ეს ისე უბრალოდ თუ კი ყველაფერი ძალიან მართლა აი ესეთია ტექნიკურად ცივილიზებულ სამყაროში ყველაფერი არის ძალიან იოლი რბილი ყველაფერი ძალიან შვიდია ჩვენ აღარ გვიწევს არაფრის წინააღმდეგ წასულა პრინციპში იცით რა გამოცდა არის ჩემის აზრით დღეს თანამედროვე ადამიანისთვის იყოს თქვა სამყაროს შემატოს რაღაც შეიტანოს უნიკალური წვლილი ინტელექტუალური იქნება ეს თუ სულიერი შეიტანოს თავისი წვლილი და იყოს ამ გზაზე ესე რომ თქვათ მართლაც გმირულად მიმავალი არ შეუშინდეს იმ სიძნელებს რასაც ყოველდღიური ცხოვრება თუნდაც ის ობივატელური სიმშვიდე ის გაზულუქება მუდმივად ჩვენ ამ მახეებს გვიგებს თანამედროვე ცხოვრება ჩვენ ეს ბრძოლის ველი აღარა გვაქვს ამიტომ ეს დღეს გმირობა რამდენადაც უფრო ადვილია მით უფრო რთული არის ეს რაღაცა ისეთი მაგრამ არის როგორ
როგორ შეიძლება რომ ვთქვათ რომ არ არის, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის რამდენ რა თქმა უნდა, ჩემთვის გმირები არიან ერაყში დაღუპული ბიჭები მაგალითად. ქვეყნის სიყვარული, ის დედის აღზრდა, ის გენეტიკა სწორედ გვაძლევს როგორ რამდენი გმირები ყავს ჩვენ. ყავს და გვეყოლება ყოველთვის ქართველ ადამიანს ეს სისხლში აქვს. ეხლა ყოველ შემთხვევაში რაზეც მუშაობ, რომელზე სამწუხაროდ თუ ავიცი ესე მოხდა, რომ გმირი არ მყავს, უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ანტიგმირების თელი გალერეა. სამწუხაროდ ეს არის რეალობა და ამ რეალობის ადეკვატური თუ კი არ ვიქნები თუნდაც ლიტერატურაში, მე ასე ვფიქრობ. ნუ ხომ ხვდებით, თან მართლაც სწორს ბრძანებთ, რომ ეს პოლუსია, სამწუხაროდ რაღაც შუალედური ეს არის მასა ჩვენს ცხოვრებაში, ძირითადად ესე არის და ის თუ ადამიანს შეუძლია სიყვარული და ამ სიყვარულის ერთგულება ჩემთვის უკვე არის გმირის. აი, თქვით რომ ახლა რომანზე მუშაობ, სადაც არ მყავსო, ხო? უფრო მეტად ანტიგმირები. სხვა შორის იგივე კინოც რომ ავიღოთ ამ ბოლო პერიოდში, ხო? რამდენიმე ვთქვათ, ფილმი ვნახე, რომლებშიც ასეა, დადებით პერსონაჟს ვერ ნახავ დადებით გმირს, იქ, ხო? ძირითადად ანტიგმირებზე არის ეს აგებული. მაგრამ მე მდაიბ ბატონ გურამს ვკითხო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გმირს უნდა აღზრდა, ხო, შესაბამისი, იმ ლიტერატურაზე, იმ ლიტერატურულ გმირებზე იზრდებიან, რომელიც სოფლიო მწერლობამ შექმნა და რომელიც შექმნა ქართულმა მწერლობამ. მაგრამ ამ გმირებსაც ძალიან დიდი პერსონაჟები ქმნიდნენ, ბატონო გურამ, თვითონ იყვნენ გმირები, რომლებიც რაღაც თავისი წვლილი დატოვეს ჩვენს ისტორიაში და ლიტერატურაში. ჩვენი მწერლობა, ჩვენი პოეზია თუ პროზა თავისთავად დგას, თავისთავად აი ამ გმირზე და გმირის ასე ვთქვათ ცხოვრებაზე და მის არსებობაზე, მის პროპაგანდაზე თუნდაც, მის გაღმერთებაზე. რაღაც ჩვენ შეუძლებელია რუსთაველს ან თქვათ იგივე გურამიშვილსა თუ ვაჟა-ფშაველას გმირთა რაღაც სახეები რეალობაში არ ენახა ან არ განეცადა მათი ასე თქვათ ვაჟკაცობა და ეს მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. ყოველად შეუძლებელია ეს. ქართული მწერლობა თავისთავად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გმირობისა და დიდი ვაჟკაცობის აპოლოგია. ყოველ შემთხვევაში ასე იყო, ესე იგი ტრადიციული ქართული ლიტერატურა. სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის ესე იგი დამთავრების შემდეგ უკვე ეს საბჭოთა პერიოდში კიდევ იყო, თქვა აი ესეთი განცდა იმისა, რომ გმირობა ეს აუცილებელია, დიდი მომენტია. ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღეს გმირობის განცდა თავისთავად ძალზედ პირობიტია უკვე. ლიტერატურამ საერთოდ მიანება გმირის ასე ვთქვათ სახის წარმოჩენას ლიტერატურაში, მიანება თავი საერთოდ. რაღაცით ესე იგი ნიველირება მოხდა საერთოდ ადამიანებისა. აი ეს მომენტი, ეს სამწუხარო მომენტი თავისთავად ბუნებრივია დროის მოტანილია, მისი ესე ვთქვათ ნაშიერია და მასთან ესე იგი გამკლავება, ну ისევ თავისთავად დრო შეუძლია რომ გადახარშოს ეს ყველაფერი და რაღაც გარკვეულ ახალ პარადიგმებზე აიგოს ვთქვათ მომავალი ლიტერატურა. თუმცა მაპატიეთ ახლა რაც შეხება ლიტერატურას, ჩემ მოსაზრებას მოგახსენებ და მე უბრალოდ ეს ჩათვალეთ რომ კითხვა. ლიტერატურაში ხომ ძალიან ხშირადაა და ალბათ დავფიქრდეთ ყველა ჩვენთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი გმირი არასდროს არ არის შემკული მხოლოდ დადებითი თვისებებით, იმიტომ რომ მხოლოდ დადებითი თვისებებით შემკული ადამიანი ლიტერატურაში განსაკუთრებით შეიძლება ზედმეტად ტკბილი და არასაინტერესოც იყოს. ეს ყოველთვის არის რაღაცა ძალიან მრავალფეროვანი ხასიათის და მათ შორის უარყოფითი თვისებების მატარებელიც ხშირად, რომელიც უბრალოდ ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპზე დგება არჩევანის წინაშე და აკეთებს სწორ არჩევანს და ამ გადალახვის პროცესში რო ვიღებთ ჩვენ მონაწილეობას, აი ამ ნაბიჯებში რომ მივყვებით მას, იმიტომ გვაქვს თანაგანცდის გარკვეული შეგრძნება და იმიტომ ვუახლოვდებით მას, რომ იდეალური როცია თავიდანვე და არის თუნდაც აი ანტიკური გმირი მართლა, რომელიც ნახევრად ღმერთია ძალიან ხშირად და მასთან ისედაც ჩვეულებრივი მოკვდავები ძალიან ახლოს მაინც ვერ მივლენ, იმიტომ რომ მას აქვს მას ეს გარკვეული სიშორის განცდას გვიქმნის, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან ადამიანები, ბევრი თავისი სისუსტითა და უარყოფითი თვისებით, ხომ უფრო მეტად გვარწმუნებენ იმაში, რომ პრინციპში ჩვენც შეგვიძლია, თუ საჭირო გახდა,
საჭირო დროს გადავდგათ სწორი ნაბიჯი. აი ეს მაინტერესებს უბრალოდ, ნუ თუ ასეთი ტიპის გმირებიც აღარ გეგულებათ ლიტერატურაში, არა მხოლოდ უბრალოდ მე მაქვს ასოციაცია, რომ ერთმნიშვნელოვნად გმირის ასახვა ხშირად დაკავშირებულია ხოლმე ან ტოტალიტარულ რეჟიმთან, ჩემთვის, ან გარკვეულწილად პროპაგანდის რაღაცა ნაწილად, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად გმირი ეს ადამიანი და არაფერი ცუდი მასში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ადაბით თვისებებითაა შემკული და ასეთი მე მგონი ჩვენ ყველა მოვასწარეთ ხო რაღაც გარკვეულ ეპოქაში ცხოვრება, ბევრი იყო ასეთი მაგალითი, რომელიც არ შეესაბამებოდა ბოლომდე სიმართლეს. აი მაინტერესებს ჩათვალეთ ჩემ მოსაზრება არის კითხვა, თუ შეგიძლიათ რომ ან დამეთანხმოთ, ან არ დამეთანხმოთ, თქვენი აზრი გამოთქვათ ამასთან დაკავშირებით, ბაცას არ თქვამს არაფერი მაინტერესებს. არა, უარყოფითი თვისებები, იცით რა, რო არის რომ დიდი ადამიანებს დიდად ეშლებათ და არა პატარათო. იგივე თქვათ მიწა კარამაზოვი, ხო, რომელიც არის უდიდესი ლიტერატურული გმირი. იმასაც ეშლება, მაგრამ ის გმირი არის, იმიტომ რომ ჯერ ძალიან დიდი მწერლის მიერ შექმნა. იცით რა, გმირი არის მეამბოხი, გმირი ყოველთვის საზოგადოების ჩამყაყებული, ერთფეროვანი, ნაცრისფერი ცხოვრების წინააღმდეგ უნდა ილაშქრებდეს. ხო, იგივე მინდიას მაგალითი, რომელიც ყოველდღიურობას ყოფას, რომელიც ანადგურებს, აბიტურებს და ამცირებს ადამიანს, იმას უპირისპირდება. თუ გახსოვთ, ბორხესა აქვს ფანტასტიკური ფრაზა, რომ ვერ ვიტან მინოტავრი ამბობს, რომ ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებსაც ეს უცახური და ნაცრისფერი სახე აქვთ, ხელისგულივითო. გმირი ყველა დროში აუცილებელია, გმირი პოეზია, გმირი იდეაა და იმიტომ არის, როდესაც უგმირო პერიოდში ადამიანები ეძებენ, იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის ჭირდება ამაღლება. და ის ეძებს და თუ არ არის ასეთი, ის იგონებს, იმიტომ იყო თქვა, აი რაღაც ქარიზმატულ ლიდერებზე რო ამბობდი სასაცილო. თუმცა ჩემთვის გმირი ჯოტოა, რომელსაც ცისფერი ფერიში აქვს ხატწერაში, ხო, დაკანონებულ იმაში, სადაც არ უნდა იყოს. თუმცა ეხლა მთელს მსოფლიოში, იგივე ლიტერატურაში, იგივე კინემატოგრაფში, იგივე მხატვრობაშიც არ არის აი ეს კარგი გაგებით რევოლუციური, ნოვატორული რამ და გმირიც ისეთი გმირები, როგორიც თქვათ, დონ კიხოტი იყო, როგორიც ჰამლეტი იყო, იგივე როგორც განს კასტორპი იყო, ხო, თუ შეცდომებზე ლაპარაკობთ და არასწორქმედებებს, მაგრამ აღარ იქმნება იმ ასეთი ლიტერატურული გმირიც არ არის იგივე ევროპულ სამყაროშიც, იგივე ამერიკულშიც, აი იგივე ხიპების მოძრაობაც, ხო, რომელიც უპირისპირდებოდა რაღაც ჰაერი შეიტანა. აი უჰაერობაში, კონსერვატორულ, ჩამყაყებულ რაღაც წყობაში. ეხლაც, როდესაც თქვათ იგივე ევროპის სოფლიოში აღარ არის, აი ესეთი მეამბოხეები არ არიან. აი ხა იყო თქვათ გამოფენა პოლოკი არაბიატი, არაჩვეულებრივი, ჯექსონ პოლოკის, იმათმა ხო აი რაღაც გაბრაზებულები ქვია, კარგი გაგებით გაბრაზებული, მე ცუდი გაგებით კი არა, რომელიც უპირისპირდება. ეს აუცილებელია წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვითარდება მეცნიერება, ვერაფერი სამყარო ვერ განვითარდება. ძალიან მოწყენილ სამყაროში ვცხოვრობთ, ასე გამოვიდა ბას. არა, მე იმედი მაქვს, რომ არ ვცხოვრობ მოსაწყე. ეს არის კრიზისი. ფარაონების დროს ამბობდნენ, უკაცრავად შეგაწყვეტნეთ, რომ თუ ესეთი თაობა წამოვიდაო, გაჩერდებაო კაცობრიობა, ვერ განვითარდებაო და დაიღუპებაო და მე ყოველთვის იმედი მაქვს, რომ წამოვა ისეთი თაობა, რომელიც ფერს შეიტანს უფერო ერთფეროვან გარემოში, რომელიც გააკეთებს წინააღმდეგ წავა, კარგი გაგებით წინააღმდეგ ვამბობ, იმიტომ რომ ყოველთვის ახალი უნდა შეიტანოს, მოსაწყენი არ უნდა იყოს. იგივე ვთქვათ, აი ეხლა, როდესაც ვუყურებ რა ხდება, ხო? ახალგაზრდები უნდა იყვნენ უფრო აქტიურები, აი ვუყურებ ყველა აბარებს, თქვათ, იურიდიულზე 16 წლის ადამიანს შეიძლება გამოვიდეს 5 კარგი იურისტი, მაგრამ 16 წლის ადამიანს უნდა უნდოდეს კოსმონავტობა, ჯობია მეხანძრეობა უნდოდეს, იმიტომ რომ
აი რაღაც განსაკუთრებული უნდა ეს ყველა მიდის პრაგმატული გზით. იგივე ვუყურებ ახალგაზრდებს, რომლებიც მოდიან შავი კაბა, შავი თმა, შავის ამ დროს წითლად უნდა იღებოდეს ადამიანს თმა, ამბოხი უნდა იყოს. იცით რა, ეს ვითომ ესეთი დეტალია, მაგრამ როგორც ოსკარ ვაილდი ამბობს, რომ მხოლოდ ზედაპირული და ქარაფშოტ ადამიანები არ საზღვრავენო ადამიანს გარეგნობითო. იგივე ყველაფერში უნდა იყოს, ყველაფერში ამბოხი უნდა იყოს. ჩემი აზრით. გარკვეული აზრით დაგეთანხმებოდი. ერთი რამეს რო იტყვიან ჩაგეხველებდით. დიახ. ლაპარაკი იმაზე, რომ დღევანდელ დღეს თითქოს გაქრა მოთხოვნილება გმირისა თლად სწორად არ მიმაჩნია. ვინ არის დათა თუთაშხია? მიმაჩნია რომ ის გმირია. ის გმირია. თქვენ ამბობდით უარყოფით ითვისება. რა საკვირველია ეს ამბანური ჭეშმარიტებაა, რომ გმირი მოარული გამრავლების ტაბულა არ შეიძლება იყოს. გმირს არანაკლებ ვიდრე უარყოფით ანტიგმირს შეიძლება არანაკლებ ახასიათებდეს საჩოთირო სიტუაციები, ნაკლი და სხვა. არამცუ ადამიანს და გმირს ანტიკური ღმერთებიც კი ადამიანური ნაკლობით არიან დამძიმებული. ზევს რამდენი ცოდვა აქვს ჩადენილი ადამიანური გაგებიდან გამომდინარე. აპოლონს ღმერთების ცოდვა, სხვადასხვა იმ ღმერთების მოახლოება ადამიანთან განპირობებული ჩემი აზრით იმითაც არის, რომ ისინი არავითარი ადამიანური სისუსტეებიდან თავისუფალნი არ არიან. საქმე ის არის, ეს სისუსტეები დაიძლიოს, გადაილახოს, რაღაც ახალი პერსპექტივა გაჩნდეს, ახალი ჰორიზონტი გამოიკვეთოს. რასაკვირველია, სისხლში ხელთამდია ალუდა ჩამდგარი. მინდიაც კი ეს საფრთხო მადლით, არა ადამიანური მადლით ცხებული ადამიანი, ესეც კი სისხლში ხელთამდია ჩამდგარი. მაგრამ ისინი სისხლობის წინააღმდეგ გამოდიან. საოცარი ვაჟა რაღაც მართლა არა ამქვეყნიური მოვლენა. ადამიანის სისხლი ხო საოცარი დამამძიმებელია, მაგრამ ის კიდევ ერთ ნაბიჯს ადგამს, როდესაც ამბობს, რომ სისხლი ტრედისა მკვნეს არის, რაც რომ მიწაზე დავიდა, შუა გაგკვეთა სამყარო, მეორე მხარეს გავიდა. ასეთი გრანდიოზული მეტაფორა მე არც მეგულება, რომ ტრედის სისხლიც კი ისეთი ძალისა არის, ისეთი მაგნეტიზმი, ისეთი მიზიდულება, ისეთი ფაქტიურად სისხლის შედედებული სულია და მისი დაღვრაც კი მსოფლიო კატაკლიზმს იწვევს. იქით ამ მხარეს გადის. ესე იგი, ვაჟამ მერე აი გმირობის შეიძლება ინერცია იმ ხევსურული გაგებიდან გმირს არ ახსენებს, მაგრამ რაც ჩვენ გმირად მიგვაჩნია, იმაზე აქვს ფანტასტიკური ლექსი დაწერილი კაიყმა. ის კაიყმა სწორედ გმირი. რა თქვენ სადიაცენო როძროხებით ძღებითა, ღამით მაძღრები დაწვებით, დილით ფშივრებით ძღებითა, ეს ხალხი კი არ არის რაინდი და ეს ხალხი კი არ არის გმირი. გმირი ის არის, ვისაც შეუძლია ცდარი ნაბიჯი გადადგას, მერე ცერით ამაიწვადოს, ხანჯალი გულს მიიბჯიროს, როგორც მინდია კვდება და შეეჭიროს თავისი ნიჭის ღალატს. მინდიამ თავისი ნიჭს უღალატა. ეს დიდი ცოდვა ამძიმებს ამ დიდკაც. ამიტომ ცოდვილიანობა გამიჯნული არ არის გმირისაგან. არა, მე მაგას არ ვიყიდით, მე ვეტრფი განსხვავებულობას და კი, ოღონდ ესეს თვითმიზნად ალბათ არ უნდა ვაქციოთ. არ უნდა ვაქციოთ, მე რაბინდრანათ თაგორის ერთი გამონათქვამი მომწონს ძალიან. ბალახი არ ცდილობს ბაობაბის ხედ იქცეს და ამიტომაც ხდება სასწაული ქვეყანა შესანიშნავი მოლით იპარება.
აი გმირისთვის ლაშამამ გაგვრეთ დაახსენა გმირისათვის თავისი პიროვნების წამოწევა კი არ უნდა იყოს. არამედ ის უნდა იყოს თავისი ბუნების შესატყვისად ბალახი ბაობაბის ხეობას არ უნდა ცდილობდეს ამაში არაფერი არ არის ტრაგიკული. ამაში არაფერი არ არის ცუდი. ყველა ვის რაც გამჩენს და უწესებია იმ საქმეს უნდა ემსახურებოდეს. გმირიც მათ შორის ერთ ნაბის კიდე წავდგა უსისხლო გმირი არსებობს თუ არა ესეც საინტერესო ცნება არის არსებობს რასაკვირველია ივანე ჯავახიშვილი იყო უსისხლო გმირი თავის საქმეს რო დააკვდა ლექციის კითხვის დროს ამოვიდა სული და ბოლოს სიტყვა იყო თათარი გაფრთხილება ქართველთა მერაბ კოსტავა იყო უსისხლო გმირი მაგრამ არიან ადამიანები ზღვასისხლი რო დაუღრიათ და გმირობის არავითარი ნიშანწყალიც არ სხიათ ესეთი არის დღეს გავრცელებული საშიში მოვლენა ტერორიზმი რომელიც იმეტებს უდანაშაულო ადამიანებს რა აქვს საერთო ამ გარეწერებს გმირობასთან ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს თავსაც ხოს წირავენ თავი ხო აიფეთქეს იქა ვის რაში სჭირდება ამ გარეწერების სიცოცხლე არავის ამიტომ კარგად გარჩევა უნდა, კარგად დაფიქრება უნდა, მარტო სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა არ არის გმირობისთვის საკმარისი პირობა, რა საქმეს წირავ, რისთვის წირავ შენ სიცოცხლეს, ეს არის გადამწყვეტი. თორე ჰეროსტრატეს ნებით დაავადებული რამდენი ავანტყოფი არსებობს, რომელიც საკუთარ სიცოცხლესაც გაიღებს იმისათვის, რომ დარჩეს ისტორიაში. ესენი შორს ჩვენგან მაგრამ უჩინრად მოღვაწე დიდი გმირებიც არსებობენ აი უსახელო უფლის ციხელი რო აქვს გურამ ჩეულიშვილის დაწერილი აი იმ ტიპისა და ეს არ უნდა ეს ძალიან რთულია სახელის ძიება საერთოდ პატივმოყვარეობისა და ამ სახელის ძიებას შორის ზოგჯერ რო იტყვიან ბეწვის ხიდზე გადის ადამიანი აი ის უნდა დაითრქუნოს პატივმოყვარეობა და სახელი ისე უნდა ვეძიოთ. სახელი ძება კი და პოვნა სახელისა კი დიდი ნიჭი გახლავთ. მოკლედ ყველა ადამიანში თვლემს ჩემი აზრით გმირი კაცის ბუნებაზე და ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული გააღვიძებს ის თავის არსებაში ამ გმირს თუ არა. ამას უსურვებ ჩვენს მენელსაც და პირველ ყოვლისა საკუთარ თავში რომ გავაღვიძოთ ჩვენში მთვლემარე გმირები. როდესაც ბასა ამას ამბობდა, ალბათ სწორედ თქვენ ახლა უსახელო უფლის ციხელი გურამ რჩეულიშვილის ახსენეთ და თავად გურამ რჩეულიშვილი იყო იმ ეპოქის გმირი, არა იმიტომ რომ მან ცხოვრება სიცოცხლე დაასრულა ისე რომ გადაარჩინა სხვა ადამიანები. იმიტომ რომ ის იყო სწორედ განსხვავებული, ხო, როგორც ვიცით, ჩვენ სამწუხაროდ ფოტოებით, აი, ხო, რომ ამ დიდი ბათინკებით, რომლითაც დადიოდა სრულიად განსხვავებული ჩაცმულობით და მან შექმნა ის ლიტერატურა სწორედ, რომელიც მე მგონი არ არსებობს, თან განსაკუთრებით რაღაც გარკვეული ასაკი, ასე 15-16 წლის ასაკი ალბათ, როდესაც არ გიყვარდეს და სამაგიდო წიგნი არ იყოს და დღეში რამდენჯერმე არ გადაიკითხო, ხო, გურამ რჩეულიშვილი. დღესაც როგორი კითხება არაჩვეულებრივია. ალბათ ბასა სწორედ აი ესეთ ადამიანებს გულისხმობდა, რომლებიც სულით მეამბობ. არა, მე მაინც ვფიქრობ, საქციელია გმირობა. შენ თავად არ ფიქრობ იმაზე. გინდა ესე მოიქცე და ის თურმე გმირობა. სალომემ თქვა და მე ჩვენ აღარ გავყევით. წარმატებულობის ჩანაცვლებაზე, აი წარმატებულობა თავისთავად. ჩემი თაობი ხა ბადურა ბალარჯიშვილისთვის რო გეთქვა, ჩემი მაგა პოეტისთვის ან ну არ მინდა დავასახელო ან ჯემალ თოფურიძისთვის ან ბადრისთვის ჯოხორ. ну პოპულარული მწერალი ხარ, შეიძლება ხელი მოექნია რა, ну ხა ბუნებრივია ესე ვამბობ ამას. ნახევრად ხუმრობით ეწყინებოდა. სიტყვა პოპულარული იმდენად იაფასიანად მიგვაჩნდა რომ ეს არის. მაშინ ტერმინი ცნობადი სახე არ იყო ეთყობა შემოსული. ცნობადი სახე საერთოდ კატასტროფაა, მე მიმაჩნია და საერთოდ ანა კალანდაძეზე თქვით დაასაფლავეს ცნობადი სახეო ანა კალანდაძე იკადრა ასეთ რამეც. წარმატებულობისკენ სწრაფვა წარმატებისკენ და შენი თავის რეალიზება მე მიმაჩნია რომ არაფერი ცუდი ამაში არ არის. ოღონდ რის სანაცვლოდ. ერთმა ძალიან დიდმა მსახიობმა
ქალბატონმა ნახევრად ხუმრობით მითხრა ვისკუსი ნადა შაგათ პატრუპამო ну ეს კიდე სხვა ის არის იქ თავისი რაღაც სხვა რაღაც იგულისხმებოდა მაგრამ თვითონ ჩვენ კიდე მონანიების თემასაც არ შევეხეთ გმირს უნდა შეძლოს უნდა გქონდეს მონანიების შეგრძნება ძალიან ბევრი აი ნელ-ნელა იკრიფება ერთადერთი რაც გამორიცხავს გმირს ეს არის აი სწორედ დადებითობა ხუთოსნობა რომელიც ჩემს არასაინტერესოა და ესეთივე ლოქოა როგორც თქვათ შუათანა რა ისევ მირჩევნია ცოტა ექსცენტრიული ცოტა ჯანზე რო ვერ არის მაგრამ რაღაცა იქ მარცვალი მაინც რო გაიჟღე აი ხლა ობოლე აკა მორჩილაძე იცნობენ გიუახლედიანს აი ფინალში გავიგუდე კიდე მე კი ხვდებოდი საით კიდე მიყავს ეს ბიჭი აბსოლუტურად ამ ტოპისკენ ამ ტოპიდან იფეთქებს მასში ეს და საერთოდ ვატყობ რომ რაღაც ახალგაზრდა თაობაც ჩემი ნაფიქრიც ჩემი მეგობრები რაღაცნაირად ერთმანეთს ეხება თითქოს ბეჭს უხახუნებენ ერთმანეთს შეუძლებელი არის აი ამ ძალიან პატარა სივრცეში იმხელა ნიჭიერებას ხედავ იმდენი მას ეხლა ამას ტელევიზორით ვერ განსაზღვრავ არა ეს არის თუ კონკრეტულად არ ეხები ამას თუ კონკრეტულად არიცი პიროვნულად საოცარი ნიჭიერება არის დაგუბებული რომელსაც არხები არ აქვს გაკაფული რომელსაც ისევ და ისევ ჭირდება გარკვეული ტიპის კომპრომისები რომელიც თქვათ ну არა მარტო ჩემი მეგობრებისთვის ბევრისთვის არის მეუღებელი ამიტომ თვითონ გმირის თემის აი ხშირად ამაზე საუბარიც კი აუცილებელია რა შეჯანჯღარება არა დღეს რაზეც არის საუბარი შეჯანჯღარება რომ საკუთარ თავში მარტო თავის გაწირვა კი არა უბრალოდ კარგი ადამიანობა არის დღეს გმირობა რო იყო ჭეშმარიტად კარგი ადამიანი იმდენი რამე უნდა გადალახო ისეთ რუტინას უნდა ებრძოდე ისეთ სინაცრის ფრეს მოწყენილობას რომ შენ იყო ცოცხალი და მოქმედი და გეცალოს შენი საყვარელი ადამიანებისთვის და რაღაც სასიცოცხლო იმპულსი იძლეოდა იმიტომ რომ რაღაც ძალიან ჩაკვდა რა გარშემო ყველა ჩვენ ახლა მეორე ბლოკი ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი დავასრულოთ რეკლამას დაუთმოთ ცოტა დრო და აუცილებლად მესამე ნაწილში თეონას მივცემთ საშუალებას რომ მილაპარაკოს და იმედი მაქვს რომ შევაჯამებთ გარკვეულწილად რაღაც პატარა დასკვნას მაინც გამოვიდეთ კი ბატონო ყველას ექნება ამის საშუალება ძალიან მან დაგებრუნდები ჩვენ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემა 60-ის ვაშლები და დღეს ჩვენ საუბრობთ მართლა ძალიან რთულ თემაზე, უგმირო დრო, ზოგადად იმის შესახებ თუ რა არის გმირი და ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ. სამწუხაროდ თეონას არ მიეცა წინა ნაწილის დასასრულში თავისი აზრის თქმის და თუ შეიძლება უნდა დაუთმოთ რამდენიმე წუთი მას და გისმენთ თეონა და მე აუცილებლად უნდა ვთხოვოთ ყველას რომ შევაჯამოთ ეს თემა. ბატონო ლაშას აზრს გავაგრძელებ და ფიქრ და საერთოდ ყველა წინა გამოთქმულის რომ უსისხლო გმირობა კიდევ გავიმეორებ არის უფრო რთული ჩვენს დროში, როდესაც ეს ეგზისტენციური კრიზისის ეპოქა გვიდგას და აი თუნდაც მაგალითები რომლებსაც დღეს მოგვყავდა, ძირითადად თუნდაც ლიტერატურიდან სულ არის წარსულიდან მე-20 მე-19-ეს თანამედროვე ლიტერატურული გმირი შეგიძლიათ გაიხსენოთ, მე არ მახსენდება არც ქართულ ლიტერატურაში, არც თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში ეს არის უელბეკი, ეკო, ფილიპ პროტიკუძე, ეს არის მუდმივი კვლევა ამ ბურუსში, ამ ეგზისტენციურ კრიზისში, ადამიანის სულის რაღაც ორიენტირების ძიება, საით წავიდა ჩვენი არსებობის არსის შეცნობა. ძირითადად თანამედროვე ადამიანი არის ძალიან დაბნელი და ვფიქრობ, რომ სწორედ ნოსტალგია გმირობაზე არის დღეს ჩვენი დრო. ჩვენი ლიტერატურა ის რასაც ჩვენ ახლა ვფიქრობთ, სწორედ ეს ნოსტალგია დიდი იმაზე, იმ წარსულზე და მე ვფიქრობ, როდესაც კი დადგება, მოგცემს ისტორია თუ დრო რაღაც აი ამ თვლემარემ გმირებს სწორედ ეს გააღვიძებს ადამიანში, როდესაც რაღაც გამოწვევის წინაშე დავდგებით და ეს გამოწვევები ამავე დროს არის ყოველდღიურად. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედ იმ არჩევანზე არის საუბარი, რაზეც ჩვენ დღეს ახლა ვამბობთ, ყოველდღიური ცხოვრება ჩვენ მუდმივად რომ ვიყოთ მაღლა რაღაცა, თუნდაც აი
ყოფით, ამერკანტილურ, ან ძალიან პრაგმატულ რაღაც კეთილდღეობაზე მაღლა დავდგეთ, შევიტანოთ ცისფერი ფერი, როგორც განძანებას ამ ჯოტოსის, გავხდეთ გამორჩეულები განსხვავებით, შევიტანოთ ჩვენი უნიკალური წვლილი, ისევ ამბობ, კულტურულ, ინტელექტუალურ ცხოვრებაში. ჩვენ სხვა, ეხლა არა გვაქვს ბრძოლის ველი, ახლა ამ შემთხვევაში და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ბრძოლის ველი ვფიქრობ, ეს არის და ჩვენი გმირობაც ყოველდღიური ალბათ ეს არის. მოვითხოვოთ ის გმირობა, რასაც ვაჟა ითხოვდა და რასაც რუსთაველი ითხოვდა, ბუნებრივია ესე იგი გამოიცვალა კონტექსტები, გამოიცვალა ცხოვრების ფილოსოფია, გამოვიცვალეთ ჩვენ საერთოდ. ბუნებრივია აქ ესე იგი ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანმა გაუძლოს აი მცდუნებებს, იმ საშინელ შემოტევებს, იმ არაჩვეულებრივს, ჯერ კი უნიკალურ, ასე ვთქვათ, სიბილწეებს, რაც ესე იგი ირგვლივ, ასე ვთქვათ, ტრიალებს მის ირგვლივ. ჩვენ ესე იგი გავიარეთ საოცარი, ასე ვთქვათ, განსაწმენდელი თუ შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთს აღარ დავარქმევ ახლა იმას, რომელმაც ესე იგი ბევრი რამ უნდა გვასწავლოს ალბათ, ბევრი რამ უნდა დაგვანახოს. გმირის ცნებაც ალბათ ჩვენში სულ სხვანაირად უნდა ჩამოყალიბდეს. აი აქ იყო ლაპარაკი ესე იგი რამოდენიმე გმირზე. კი ბატონო, ისინი წინვალი გმირები არიან და შესანიშნავი ადამიანები არიან, მაგრამ მათი გამეორება, მათი კიდევ ხელახლა დაბადება ეს უკვე შეუძლებელია. ეს ისტორიული გმირები არიან და გაჰყვნენ აი იმ საოცარ ჩვენთვის უძვირფასესა და უსაყვარლეს ეპოქებს. დღეს ესე იგი ბუნებრივია სხვა სიტყვებს ესე იგი ჩვენი დღევანდელობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად სწორია, ევროპული ლიტერატურაც, ევროპული სინამდვილე საერთოდ არავითარი გმირების ძიებაში არ არის. მას აქვს თავისი ასე ვთქვათ, გარკვეული მოსაზრებები ცხოვრებაზე, მოსაზრებები იმაზე, როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა. მათი გმირობა არის ის, თუ ისინი გამოადგებიან თავის ქვეყანას და იქნებიან ესე იგი ნორმალური მოქალაქეები თავისი ქვეყნისა. აი დაახლოებით აი ამგვარად ჩამოქვეითდა თითქოს აი ეს დიდი გმირობისა და სისხლიანი გმირობის ასე ვთქვათ ეპოქები და დადგა სხვა დრო ბატონებოდა ბუნებრივია აი ამ დროს უნდა დაემორჩილოს ესე იგი ადამიანი. მე კიდევ ერთი ის მინდა ვთქვა რომ აქ იყო ლაპარაკი გურამ მრჩეულიშვილზე. ბუნებრივია ესე იგი გურამ მრჩეულიშვილი იყო აბსოლუტურად ესე იგი რაღაც უნიკალური პიროვნება. აი რასაც ბასა ამბობდა ესე იგი ამოვარდნელი ყოველგვარი ესე ვთქვათ აი იმ ჩვეულებრივი ესე ვთქვათ კალაპოტიდან რამაც ესე იგი საშინლად მოწყენილობისა და საშინელი ერთფეროვნების ასე ვთქვათ ატმოსფერო დაბადა იმ დროს. გურამი იყო ამოვარდნელი აი ამ კალაპოტიდან, ბევრისათვის ის იყო რაღაც სრულიად ასე ვთქვათ ანომალიური პიროვნება, მაგრამ გურამი იყო ის პიროვნება, რომელსაც უნდა გაეცოცხლებინა, რომელსაც რაღაც ახალი გზისკენ უნდა მიემართა, თუნდაც ხელოვანთა და თუნდაც მწერალთა ესე იგი ცხოვრება. ლიტერატურული ენაც გააცოცხლა ბატონო. ენა გააცოცხლა. მან შემოიტანა ის ენა და ლიტერატურული ენა ყოფით ენა სწორედ მან და ჭეშმარიტი სახე ლიტერატორისა. აი როგორი უნდა იყოს ლიტერატორი, აი გურამი რაღაც ამას საოცრად ანსახიერებდა. თავისი გარეგნობითაც, თავისი ცხოვრების წესითაც, თავისი წერის მანერითაც, თავისი ბიჭობითაც არაფერს არ ერიდებოდა. მწერალი თავისი ბუნებით ვაჟკაცი უნდა იყოს. მწერალი არ შეიძლება ქალაქში უნდა მწერალი, ეს წარმოუდგენელია. არაფრით არ შეიძლება. მე კაცზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. და აი გურამი იყო რაღაც აბსოლუტური მოდელი იმისა, რას წარმოადგენდა იმ მე-20 საუკუნეში ამოფრენილი რაღაც არწივით ეს ბიჭი, რომელმაც ესე იგი სრულიად შესცვალა თითქოს თბილისელთა ფსიქიკა, მათი განცდები, მათი გრძნობები, რაღაც ეს საოცარი იდეალური პიროვნება წარმომიდგენია და მისი სიკვდილით სხვათა შორის. მისი სიკვდილით რაღაცა გურამს არ შეიძლებოდა რომ აი ესე არ დაემთავრებინა, რაღაცა დიდი უზარმაზარი ტრაგედია უნდა მომხდარიყო გურამის თავზე, რომ ის წასულიყო აქედან. აი ზღვაზე მისია სიტყვა შესვლა დახმარება, იქ ვიღაც იხრჩობა და შედის ის გადარჩება და თვითონ იღუპება ამ ზღვაში. აი მისი ეს დიდი ასე ვთქვათ სიკვდილიც რაღაც დიდი მაგალითი იყო ესე იგი თაობისათვის. წერტილიც რა თქმა უნდა. გურამ მრჩეულიშვილს ვახსენებდით, ძალიან დიდ პიროვნებას. ჩემ თაობასაც ყავდა მასეთი გმირები და არაფრით არ შემიძლია არ ვახსენა, როცა გმირებზეა ლაპარაკი, ლევან აბაშიძე, რომელიც გმირობა ხომ ის არის, რომ ვინ თუ არა მე და შენ უნდა გააკეთო, ხო? ეს იგივე როდესაც გურამ მრჩეულიშვილი თვითონ ვინ გადაარჩეს, მე უნდა შევიდე ამაში, ხო? იგივე ლევანიც, რომელიც იყო
უნიჭიერესი, ულამაზესი, უკეთილშობილესი, აი გადმოდიოდა სახიდან, აი ეს დიდი სიკეთე და დიდი ღირსება და დიდი ნიჭი. და ლევანი წავიდა და ლევანმა შეაკლა ხო თავი, იმიტომ რომ ვინ თუ არა მე და მე მიმაჩნია რომ უგმიროდ მოსაწყენია ცხოვრება და გმირები რომც არ იყვნენ თანამედროვე ეპოქაში. უნდა გამოვიგონოთ აუცილებლად. ერთი ჩემთვის ცოტა მიუღებელი სიტყვა ტერმინი იხმარეს აქ. თუმცა მუშა ტერმინი ერთგვარად არის შემაჯამებელიო. არ მოუხდება იცით არც ამ თემას და არ ჩვენ დღევანდელ საუბარს რომ ვინმე თავს ვიდოთ შეჯამება ამ ჩვენი შეხვედრისა და ამ გამოთქმული აზრებისა. აქ ბუნებრივია რომ სპონტანურად გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, ზოგჯერ ეს მოსაზრებები ერთმანეთს კიდეს უპირისპირდებოდა. მათი შეიძლება შერიგება ზოგიერთ შემთხვევაში მოხდეს კიდეც. ეს არის დაუსრულებელი თემა, ამიტომ სიცოცხლის უნარიანი თემა. არ შეიძლება ეს რაღაცა შეაჯამო, ამოუწურო და ამაზე მე აღარ მიბრუნდეს მე ადამიანი და სხვა. ახლა ხელახლა 1 საათის შემდეგ რომ ეგევე სხდომა ჩავატაროთ, შეიძლება სულ სხვადასხვანაირი აზრი გამოითქვას და ზოგჯერ საპირისპიროც კი. ამოუწყავია თვითონ ეს თემა, გმირის თემა. იმიტომ რომ ეს უკავშირდება ცხოვრებას და თვითონ ცხოვრება არის უბოლო, ჟამო, დაუსრულებელი, განვითარებადი, ცვალებადი და ამიტომაც ლამაზი და ამიტომაც მშვენიერი. მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავისაო როგორც ვაჟა ბრძანებ და აი ეს თემაც მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავის. მაშინ ჩვენ დაგემშვიდობებით ამ სიტყვებით. ძალიან დიდი მადლობა, მართლაც შესანიშნავი დასკვნა არის ჩვენი გადაცემისთვის. ჩვენ და დაგემშვიდობოთ ერთი კვირით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.